ნუ საზოგადოების გარკვეული ნაწილი საკითხს ესე აყენებს, რომ აი პოლიტიკა რაღაცა ბინძურია და ნუ სამწუხაროდ ისაც უნდა ვთქვათ რა, ბინძურ პოლიტიკას აკეთებენ ბინძური ადამიანები რა. ნებისმიერ შემთხვევაში. და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი რაც იქნება და რაც არის ის რომ ეგ რეალობა დაიმსხვრეს. ეგ რეალობა მნიშვნელოვნად შეიცვალოს და პოლიტიკაში ყოფნა არის ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტი, რომელიც იძლევა იმის საშუალებას, რომ რაღაცა ზეგავლენა მოახდინო ხელისუფლებაზე. მოახდინო ზეგავლენა, მიაწვე იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, ძალიან ზედმეტებში არ გადავიდეს რა. თუ სანამ ხელისუფლება ვერ გრძნობს და საზოგადოება და თუნდაც ამომრჩეველი საკითხს ისე არ უყენებს, რომ შენ თუ ესე აგრძელებ მოღვაწეობას, რომ ჩვენ უმძიმეს პირობებში გვიწევს ცხოვრება და არაფერს არ აკეთებ იმისთვის, რომ აქ რაღაცა რეალურად შეიცვალოს, მაშინ ჩვენ შენ ლეგიტიმაციას აღარ მოგცემთ და არ მოგცემთ. სანამ საზოგადოება ესე არ დაუყენებს და ამ დონეზე არ მიაწვება, უნდა იცოდეთ, რომ 100-ჯერ, 1000, რამდენჯერაც საჭირო იქნება იმდენჯერ ხელისუფლება გააკეთებს იმას, რაც მის პირად ინტერესს საკითხი და ასევე ერთი მძიმე რეალობა მინდა ვთქვა, რომ დღევანდელი მოცემულობით ქართულ ოცნებას არანაირი мотиваცია არ გააჩნია იმის, რომ რაიმე აკეთოს სხვანაირად, ვიდრე დღემდე აკეთა. და მაგის ყველაზე მთავარი ნიუანსი არის ის, რომ საზოგადოებამ დააყენა მდგომარეობა მასზე. საზოგადოებამ იმ შეცდომებზე, იმ მძიმე გადაცდომებზე, იმ ტყუილებზე, იმ გადაგდებებზე, დაცინვაზე, უსამართლობაზე ადეკვატური და შესაბამისი ფასი რომ არ გადაახტევინა. შენ როგორც საზოგადოებას არ შეგიძლია და არ აკეთებ, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას ხვალ მეც რო ვიყო, ფასი ძალიან მძიმე ფასი უნდა გადამახტევინო. თუ, რა თქმა უნდა, საზოგადოების წინაშე დავაშავებ. სანამ ფას არ აქვს იმის განცდა და შიში, რომ მას ფას გადაახტევინებენ, როგორც მინიმუმ პოლიტიკურ ფას, როგორც მინიმუმ, მაგ შემთხვევაში არანაირი мотиваცია, არანაირი ასე ვთქვათ, ინტერესი არ ექნება იმის, რომ სხვანაირად მოგექცეს შენ რა და ფინანსური ელიტების მხრიდან ქვეყნის მართვა როგორ გამოიყურება, ეგ შეგვიძლია, რავი, პრინციპში 35 წელია მაგ რეალობაში ვცხოვრობთ. მაგ რეალობაში ვართ, ხო? ბანკში შედიხარ, გაყაჩაღებენ, ჯანდაცვის სისტემა გაყაჩაღებს, აფთიაქი გაყაჩაღებს, ხელისუფლება, სახელმწიფო სისტემა ჯარიმებით, გადასახადებით გახჩობს, გგუდავს და შენ, რავი, მე მოვა არჩევნებზე, რაღაცა 50 ლარს, რაღაც 100 ლარიან სასოფლო ვაუჩერს, ვიღაცას რაღაცას დაპირდება, მიდიხარ რიგებს აყენებ, რომ ისევ იგივე სისტემას ლეგიტიმაცია მიცე და მერე კითხვასო, რომ ვაიმე დედა ეს რა უბედურება გჭირს. ნუ რავი, უბედურება გჭირს და გჭირს იმიტომ, რომ შენი არჩევანი ეგეთია. ჩვენ საზოგადოებას, რასაც ვისურვებდი, რომ უფრო მეტი განცდით გქონდეს, არის ის, რომ მეტი პასუხისმგებლობა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ ჩვენს თითოეულ გადადგმულ ნაბიჯს. არჩევნებზე მისვლა და კონკრეტულ პოლიტიკური ძალისთვის ლეგიტიმაციის მიცემას აქვს თავისი ფასი. ჩვენ რა არჩევენ, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობამ რა არჩევანიც გააკეთა 2-4 წელს, იმ ფასს ვიხდით დღეს და წუწუნი ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ძალიან არასერიოზული და სასაცილო არის რა. შენ მიხვიდე ლეგიტიმაცია მიცე იმ ძალას, რომელიც უმძიმეს პირობებში განყოფებს და მე გამოხვიდე იწუწუნო. რავი, არაფერი სასაცილოა რა, მეტი არაფერი.